მოგესალმებით, ეს არხი გუჯას გარაჟია და დღეს ჩვენ განვიხილავთ Lamborghini Countach-ს. ერთ-ერთ ყველაზე მაგარ ავტომობილს ისტორიაში. აქ ახალი დევს. არა მარტო Lamborghini-ის ისტორიაში, მოგესალმებით. ჯერ მადლობა და რაღაცებს ვიტყვი და მე. კი ბატონო. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო ანდრია ჭანტურიძეს, რომ ეს ავტომობილი საჩუქრად გადმოგვცა, პირდაპირ ამერიკიდან გამოვიგზავნა და გადმოგვცა საჩუქრად განიხილეთო. და ესეთი ავტომობილის შემატება ჩემ კოლექციაში ძალიან ისეთი ამბავი იყო რა. ძალიან მაგარი რაღაცა იყო. კი ბატონო, ეს რიგით მეორე ავტომობილი არის კოლექციიდან. ხო, რაც გვაჩუქა. რაც ჩამოვიდა. ძალიან დიდი მადლობა ესეთი მაგარი საჩუქრებისთვის. მასშტაბს ხედავთ ალბათ, რომ 1.18-ია, დიდი არის რა. ხო. 1.18-ია, მაისტოს ბრენდირების ქვეშ არის. მაისტო 1977 წლიდან აწარმოებს მოდელებს და ყავს ისეთი მოდელებიც, რომლებიც აღარ იშოვება და ერთ-ერთი მაქედან არხზე დევს. რაც შეეხება თვითონ მოდელს, მორჩი თუ? კი. არხი გამოიწერეთ არხი დაალაიქეთ. 10,000-ზე ამაზე ბევრად მაგარ მანქანას გაჩვენთ. აუცილებლად დააკომენტარეთ და კიდე რაც სახე. დაალაიქეთ ვიდეო და გააზიარეთ. კი. ეხლა შეგვიძლია მოკლე ისტორიას მოყვები კონკრეტულად Countach-ზე რა. იქნება ახალზე ცოტა უფრო ძველზე იქნება, იმიტომ რომ ახალზე მართლა ახალი არის და ბევრი არაფერი ინფორმაცია არ არის. თავიდანვე რომ ვთქვათ, ეს იმიტომ გააკეთეს, რომ 50 წელი გსრულდებოდა. ხო, საიუბილეო მოდელი გამოვიდა. ხო, საიუბილეო თარიღი იყო. ეს ყველაფერი დაიწყო 1970-იანი წლების დასაწყისში. 70-იანების ხო? 70-იანების დასაწყისში დაიწყო, რომელიც რო თვითონ Ferruccio Lamborghini-მა, Marcello Gandini-მა და Gianpaolo Dollarem გადაწყვიტეს ერთობლივად გადაწყვიტეს ამბიციოზური ავტომობილი. ამბიციური ქვია მას. თუ ამბიციური ავტომობილი გამოეშვათ რა, შედევრი. ხო, ერთ რაღაცას ვიტყვი რა. სანამ გააგრძელებ, ეს არის მოდელი და Lamborghini-ს აქვს მოდელები, რომლებმაც გარდატეხა მოახდინა Lamborghini-ის ისტორიაში თვითონ. და ერთ-ერთი არის ეს, ანუ კრიზისიდან გამოსვლის მომენტებში უშვებდნენ ხოლმე ესეთ მაგარ მანქანებს. კი ბატონო, და კაკრაც დაემთხვა ის, რომ მაგ პერიოდში 70-იანი წლების დასაწყისშივე იყო ნავთობის კრიზისი. კი ბატონო. თვითონ Lamborghini-მა ორი პატრონი გამოიცვალა. იყო ეგეთი შემთხვევა. ხო, მაგ პერიოდში. სახელები და გვარები არ მახსოვს. ხო. და თავარი ის იყო, რომ ძალიან დიდი შრომა და ჯაფა ჩაიდო. ამ მანქანაში? კონკრეტულად იმ Countach-ში, ხო, ძველ Countach-ზე ვისაუბრებ, რომ წარმოიდგინე, რომ რაღაცა ძალიან განსხვავებული ფუტურისტული მანქანა უნდათ რომ გაეკეთებინათ. და გამოვიდა კიდევ. რომელიც იქნებოდა ავტოინდუსტრიაში გამორჩეული ყველანაირად. არ არის რომ. ჯერ მარტო იმითი, რომ აი ეს აქვს. ხო. კი. და სხვათა შორის Gandini პირველად ეს კარები მაკრატელს ეძახიან. ლამბოდორები. ხო, ლამბოდორები რა, კარები გელიოტინი და ის სხვადასხვანაირად ეძახიან. მაგრამ დღესდღეობით უკვე შეინარჩუნა ეგ სახელი ლამბოდორები. ანუ Lamborghini-ის კარები, კი ბატონო, დაიმკვიდრე. Lamborghini-ის კარები. პირველად გამოიყვენა Alfa Romeo-ში. კი ბატონო. რომელში ხვალიც? შპარგალკას გამოვიყენებ უკაცრავად. კიდე ახლა მანდა. ეხლავე გეტყვი, ხო. და თან გავაგრძელებ საუბარს, რომელიც რომ Alfa Romeo
კარაბა ერქვა მაგალ ფორმას. მაგას პალგარკა უნდა. აბა კარაბას დამახსოვრება ხო? კარადა ხო არ არის კარაბა. კარადაზე დაგიმახსოვრები. ვერ დავიმახსოვრე ხალხაკი ხო იცი მაინ თავისა შვება რა. მოკლედ გამოდიოდა 16 წლის განმავლობაში. ის. ხო, სერიულად უკვე რო ჩაეშვა წარმოებაში 1974 წლიდან 90 წლამდე გამოდიოდა. კი, და ერთ-ერთი მაგარი მანქანა იყო. თავიდან პროტოტიპი რო გააკეთეს, ნუ ამ მოდელზე გაჩვენებთ რა. სუპირველ მოდელს, ნუ იმედია გუჯა ამოგვინათებს სუპირველი მოდელი პროტოტიპს. აუცილებლად. რომელსაც აი ეს ვოздухозаборникებს რო ეძახიან. ანუ ვოздухозаборники, ჰაერის ისა რა, გაგრილების სისტემა. ხო. ხო, რომელიც აგრილებდა ძრავს, ძრავი ხო უკან ქონდა. კი. თან მიურაზგან განსხვავები, მიურას გარდიგარდ მოეყენა ძრავი. ამას პარალელურად ეყენა. მიურას ვიდეოდებს. ხო. და ეს გაგრილების სისტემა თავიდან სუპირველ მოდელს, იმ პროტოტიპს, ხო, არც ეს გვერდებზე არ ქონდა, არც ეს ლაყუჩები, ანუ ეგრეთ წოდებული ლაყუჩები დავარქმევ. ხო. რომ ესენი არ ქონდა. ეგ არის სპეციალური, ანუ აეროდინამიკას თუ რაღაც ეძახიან გაკეთებული სპეციალურად. სპეციალურად არის რა, არა აეროდინამიკის მხრივ იქ სხვა ფორმა არის თვითონ ესეთი. ხო და სუპირველ მოდელში ჩააყენეს 5-დან 2 ძრავი და ქონდა 400 პროტოტიპში? ხო, პროტოტიპში 440 ცხენის ძალა. 440 ცხენის ძალა მაშინ. ხო, V12 იყო ძრავი. 12 ცილინდრიანი მოტორი. მაგრამ მე უკვე სერიულად რო გადაწყვიტე სერიულად გამოშვება მაგ მოდელისა, ხო? ძრავის მოცულობა შეამცირეს ისევ და ისევ ამ გაგრილების სისტემის პრობლემის გამო და ჩააყენეს V12 კი იყო ძრავი. 350? არა, მაგრამ ჩააყენეს აი ზუსტი ციფრი რო ვთქვათ 3 და 9, არა 4-დან 0-ს ეძახი. ხო, მაგრამ რამდენი ცხენი ქონდა? 375 ცხენი. მაინც მაგარია რა. და მაქსიმალური სიჩქარე ქონდა თითქმის 300 კმ/სთ, ანუ 218 ჰქონდა. ხო, სერიოზ. ვა. ხო, თან სულ გამოუშვეს ეს ავტომობილი ამ 16 წლის განმავლობაში 2442 წალი. ნუ მაინც ბევრია. ხო, თან რა თქმა უნდა, მაგ 16 წლის განმავლობაში მანქანამ რამოდენიმეჯერ განიცადა ცვლილება, რესტაილინგები კი ბატონო. და სუბოლოს გამოვიდა, სუბოლო მოდელი გამოვიდა 1990 წლის ივნისში. ანუ რომელიც მე მომწონს. ხო. ბოლო მოდიფიკაცია. ხო, სუბოლო მოდიფიკაციით რა. პლუს მაგასთან ერთად გამოუშვეს ერთი მოდელი ძალიან მცირედი ეგზემპლარით გამოვიდა რა, რომელსაც ქონდა 500 თითქმის 490 ცხენის ძალა. ანუ სპეციალური. ხო, და ძრავის მოცულობა იყო 5 და 2. ხო, სპეც მოდელი. ოღონდ ის ხო, აი ეს 90-იან 90 წელს რაც გამოუშვეს, ეს სუბოლო მოდიფიკაცია რაც იყო. ისიც ძალიან პატარა ტირაჟით გამოვიდა, ეგ მე მგონი 120 წელი გამოვიდა თუ არ ვცდები რა. ეხლაც არის ხომ ეგეთი შემთხვევები. ხო. და მაგის მერე აგერ 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით გააკეთეს ეს მოდელი. იმ მოდელს ერქვა LP400, ამას LP800. ამას ქვია LP800. და რატომ? 800 ცხენის ძალით არის ჰიბრიდია თან. და თან ჰიბრიდია. ოღონდ ეხა ვიღაც არ ეკნოს რომ იმიტომ გააკეთეს ჰიბრიდი რომ ცოტა დაწვეს. იმიტომ არა რომ პრიუსი არ არის. ლამბორგინია რა. ხო. ანუ ცხენის ძალები რო? არა, ცხენის ძალები არა. აჩქარება. აჩქარების მიზნით. სულ თუ არ ვცდები 100 ეგზემპლარი გამოვა ეს მოდელი, კი ბატონო. კიდე გამოდის? არა, ლიმიტირებული გააკეთეს, უნდა გამოვიდეს 100 მოდელი. და თვითონ ლამბორჯინის კლუბის წევრების თემა იქნა. და საკმაოდ ძვირი ის. კი. ეს მოდელი. კი.
2.600.000. 2.600.000 კი ბატონო, ნახა ლიმიტირებულია. მოკლედ აი ესეთი მოკლე ისტორია სხვათაშორის რა. ისტორიას რო თავი დავანებ. ხო. აი ეს ხო ახალი მოდელია, მაგრამ მომწონს. ხო, ნუ უფრო გათანამედროვებული არის. არა, ძველი ისინიც არის. რა ქვია, შტრიხები არის შენაც. თან ყველაფერი եղება. ხო, ნუ 1-18 მაისტოებს ყველაფერი եղება კი. და ძრავი აქ რაღაცა ძალიან სასწაული. კადრებში ნახავთ. კადრებში აუცილებლად ნახავთ. აუ, ეს წითელი ელემენტები ძრავზე რა მაგარი. ხო, წითელი ელემენტები ეგ სხვათა შორის ამორტიზატორები, პრუჟინებია. კი, და სხვათა შორის ეს არის Maestro Special Edition. ეს არის Maestro Special Edition. ხო. აი ესეთი მოდელი გვაქვს. ესეთი ლამაზი და კოხტა. ძალიან მაგარი მოდელია. ხო, ნუ და 10 თვის თუ 11 თვის მერე Lamborghini დაბრუნდა. აუცილებლად თან ეს ერთი და სხვა მრავალი რო იტყვიან რა. ხო. იმიტომ რომ და თვითონ Lamborghini-ის ფანი ვარ. მეც სხვათა შორის. მაგაში ვემთხოვით. კი. ნუ რაღაცეებში ყოველ დავეთხოვთ მამაშვილი რა თუ არ ვიჩხუბებთ რა. ხო. ნუ კიდე იქნება აუცილებლად Lamborghini-ები, მაგრამ Countach-ი უეჭველი სასაწერი თემა იყო რა. ხო, თან იმ პერიოდში, ხო, ისევ ძველ Lamborghini-ს დაუბრუნდები. ყველაზე სწრაფი სერიული ავტომობილი იყო Countach-ი. ხო, ერთი რაღაცა დაგავიწყდა. ერთადერთი კონკურენტი ყავდა F40-ს. ხო, ერთი რაღაცა დაგავიწყდა. ისმენა, ბარა დამავიწყდა. ამას ხარის სახელი არ ქვია. ხო, ეგს უდამავიწყდა. ამას ხარის სახელი არ ქვია, კი. და რატო ქვია Countach-ი? იტალიურად Countach-ი სიტყვა ნიშნავს აღფრთოვანებას. და განდინიმ რო წარადგინა ამ პროტოტიპი. ხო. ხო, დიზაინი რა, არა, ავტოშოუში არა, ქარხანაში. თვითონ ქარხანაში. თვითონ ქარხანაში რო წარადგინა, ამის ის პრეზენტაცია გააკეთა რა, თავისი იმის макеტი მოიტანა. რომ სავარაუდოდ ესეთი უნდა გამختارიყო. ხო, ესეთი უნდა გამანქანა, ეგ LP400-ი არა. ხო, ის ძველი. ხო. და ერთ-ერთ თანამშრომელს აღმოხდა რა, Countach. ხო, და დაარქვეს Countach. და იმდენად მოეწონათ ეგ სახელი. რომ ბალენ დატოვეს. რომ დატოვეს და ესე შეერქვა Countach-ი ამ ავტომობილს. ეგ მინდოდა რომ გეთქვა რომ ხარის სახელი არ ქვია ამ. ხო, აი ეს საინტერესოა. მე ვიცოდი რომ ხარის სახელი არ ერქვა, მაგრამ რატო დაარქვეს Countach-ი, ეგ აღარ მახსოვდა. ესეთი ისტორია მოგიყევით რა. ხო და რა ვიცი, იმედია მოგეწონებათ ჩვენი დღევანდელი ვიდეო. იმედია შეაფასებ დადებითად, ხო. ამ მოდელზე კონკრეტულად რა შეიძლება ითქვას? ნუ Maestro ძალიან ძველი ბრენდია. და პირველი შეხება არ არის 1-18-თან თქვენიც რომ აქ მოყოლი რომ ბავშვობაში მქონდა. შეხება ეხა ჩინელების ხელში არის და აი მაგრად აკეთებენ რა. სხვათა შორის შენ ქონდა სუფთა იტალიური იყო მაშინის Maestro და იყო Diablo. Lamborghini Diablo. და თან განსხვავებული Diablo იყო. კი, თან SVJ იყო რა, SV იყო, ხო. ფერიც მახსოვს. ვერცხლის ფერი იყო. წითელი ასოებით. წითელი ასოებით, კი ბატონო. მაგას 2 წლისა იყო. არა, კაცო რა 2 წელი. 2000-იანების 2005-6 ეგრე იყო. ხო. ის 2005 ის Ferrari-ა. ის Ferrari-ა და პატარა რო იყო. კი ბატონო, ახლობებმა რო ჩამოგიტანა უცხოეთიდან. ხო, მაშინ თან იშვიათი თემა იყო. კი ბატონო. მაგ მოდელს საკმაოდ ტრაგიკული ისტორია შეემთხვა. ხო. ისე რომ პირველი Lamborghini არ არის რა, ეგრეთ წოდებული. შეიძლება ეგრე ითქვას, უბრალოდ ის მანქანა აღარ არსებობს, რადგან ძალიან გულდაწყვეტილები ვართ სამწუხაროდ. და სხვათა შორის ზუსტად იგივე მოდელს დღემდე ვეძებთ და ვერავპოულობ. თუ იმიტომ რომ ფერს ვერავპოულობ. არა, SV არის
მაგრამ ის ფერი კიდე იმიტომ მინდა რომ ჩემი ბავშვობის მოგონებაა რა. კარგი, აბა დავემშვიდობოთ ახლა. თავი რო აღარ მოვაწყინოთ ჩვენი ლაპარაკით მოყურებელს. ერთ რაღაცას ვიტყვი რა. გამოიწერეთ არხი, იმიტომ რომ კაცმა არ იცის რები მოხდება. კი. მეც არ ვიცი. ხო, ნუ ჯერჯერობით რაღაცა სურპრიზები კი გვაქვს. კი. ჯერჯერობით. და სამომავლოდ კიდე რა სურპრიზები იქნება, ეგ ნამდვილად არ ვიცი. ხო, ნახოთ. და 10,000 გამომწერზე ამაზე ბევრად მაგარ მოდელს გაჩვენებთ. და არხის მხარდაჭერა არ დაგავიწყდეთ. გამოწერა და რაღაცები, ლაიქები, გაზიარება. წავედით ახლა. აბა კარგად. Yeah.